დუშეთის რაიონის სოფელ ებნისის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სასწრაფო აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის ძეგლია და იშვიათი საბზლური გადახურვით გამოირჩევა, შესაძლოა მალე დაინგრეს. ეკლესიას დაბზარული აქვს ყველა კედელი, რაც ჩამონგრევის საშიშროებას ქმნის. ებნისის მცხოვრები სოფიკო ოქროპირიძე ყვება, რომ დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ებნისელები ითხოვენ, რომ ისტორიულ ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდეს და ეკლესია მოქმედი გახდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ მათთან განცხადება არ შესულა. პირადად რურუასთან შესული დაუტოვე განცხადება, მაგრამ როგორც თქვენთვის არაფერი არ გაუკეთებია, ისე ჩვენთვის დარჩა ხმა ჩემი უბრალოდ ყაღადებლისა და მეტი არაფერი. დღესდღეობით აღარ ყავს, არ მოქმედებს, არის უმოქმედოდ და ამ წლებმა კიდე და რა ქვია, ბუნებრივმა მოვლენებმა იმდენად დააზიანა, აი თქვენ თვითონ ხედავთ, რომ სავალალო მდგომარეობაშია. ყოველ შემთხვევაში რაიონის ძეგლთა დაცვის სამსახურისთვის ებნისის მოსახლეობას ეკლესიის რესტავრაციის საკითხი არ მოგვართავს. სახურავის და კარ-ფანჯრის დონეზე მაინც დაცული იყო და შემდეგ ეტაპზე როცა ცოტა მოძლიერდება, ან მე უკვე შიდა სამუშაოებსაც რომ მიეხეროს მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ დაწყებული ფიზიკური მუშაობით, ფოტომასალის მომზადებით